მმართველი გუნდი ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში პოლოლიკაშვილის სტატუსი და მისი ჩართვა სჭირდებოდა, ის ამისათვის არაფერს აკეთებდა. მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებით, ყველა, ვინც საქართველოს ინტერესს არ ემსახურება, მსგავსი შედეგისათვის მზად უნდა იყოს, როგორც ქართულ ოცნებაში დღეს პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ფორმალური პრეტენზიები საქართველოს მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ. ვიღაცებს აქვთ ამის საქმე, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ რა თქმა უნდა თავში ჩარტყმით არ უპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საბოლოო ჯამში გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობას. როცა აქეთ-იქით რეკავ და 1000 ახლობელს ცდილობ გამოძებნო ხვეწნი და მუდარით. შემთხვევით არ ვამბობ, ხვეწნი და მუდარით. დინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძეს და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. და იხვეწები, რომ იქნებ რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და ასე შემდეგ და როდესაც დარწმუნდები რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შემდეგ ასეთ რაღაცას კადრულობ მის პიროვნულ თვისებებზე, ალბათ ვინ არის და რას იმსახურებს, აქედან უნდა ვიმსჯელოთ. ეს ერთი. არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს ბუდიში ძალიან და ფეხებზე იყიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნევად გაუხდება საქმე. ეს პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული და მას შემთხვევით არ ვიძახი, თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველოს მათ კანდიდატურას არც ხარ დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს. წესით ბატონ პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ორჯერ დაეხმარა იმისათვის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალ თანამდებობა დაეკავებინა. ამავდროულად ისიც კარგად უნდა ახსოვდეს, როდესაც რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები იყო საჭირო, ის უბრალოდ არაკონტაქტური იყო. ონს მოიგოს წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უკვე შეაძლებლობა, რომ ზედაპირული განცხადებები არ გავაკეთოთ და უფრო მეტი კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას. ამიტომ მოუხმო ზრდილობას და გონს მოიგოს.